მოგესალმებით. განსხვავებული ეპიზოდით დაგიბრუნდით, როგორც დავაანონსეთ. შემდეგი ეპიზოდი არის გარედან, ძალიან საინტერესო სივრციდან. ამას მიზეზიც აქვს ბეტსონ ფორუმი, გრძელდება თბილისში, გრძელდება მორიგი ვარსკვლავთმცვენით. ძალიან მაგარია, პირველი დღე იქნება შოთეი არველაძის და დიმიტარ ბერბატოვის. მე მგონი ამ ადამიანებს და ამ ფეხბურთელებს განსაკუთრებული კი არა, საერთოდ წარდგენაც არ ჭირდებათ, იმდენად დიდი კვალი დატოვეს თავი ფეხბურთში, ერთმა ქართულში, მეორემ ბულგარულში, შემდგომ უკვე დანარჩენი უკვე ინგლისის, გერმანიის და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან მაგარი ამბავია და რაც თავი ამ ფორუმს გამოარჩევს ერთი გარემოება მუდამ გამორჩეული და საინტერესო სტუმრები, რომლებსაც ჩვენ გავესაუბრებით, რაღაც საინტერესო რაღაცებს კითხავთ და მოკლედ ძალიან ისე უშუალო ატმოსფეროში ჩაივლის ეს გადაცემა, ისეთში როგორცაც ეს ბეტსონის ფორუმი ყოველთვის გვთავაზობს. მე ვხედავ პირველ ძალიან საინტერესო სტუმარს, ალბათ არც ამ ადამიანს ჭირდება თქვენთვის განსაკუთრებული წარდგენა, გიორგი ბაქრაძე, მოაზროვნე და უბრალოდ ფეხბურთის უდიდესი გულშემატკივარი და გამიმხილა უკვე სანამ შემოვიდოდით ვის გამოა მოსული. ინგლისური ფეხბურთის და მანჩესტერის დიდი კომაგია დიმიტარ ბერბატოვი. ბერბატოვი და არნეს არის, რა თქმა უნდა. ის ხვალ. დღეს ბერბატოვი. რა გახსენდებათ ბერბატოვზე პირველი? ძალიან ალბათ ყველაზე ელეგანტური ფეხბურთელია, რაც ვიცი ხო ეს მოძრაობები მანჩესტერში კი. მან first touch-ი ეგეთი არავის არ ქონია. ეგ ცალსახად ეგრეა და აი ეს კუთხური სალამთან რომ ისე საკუთარ თავს პასი ვესტემი იყო თუ მით რო არ მახსოვს ვესტემი იყო ხო. და აი ეგ და ზოგადად რა სიამოვნებით თამაშობდა, რა თქმა უნდა ჰეტრიკი ლივერპულის კარში. ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი დასაბახსოვრებელი. აი იყო თუ არა საინტერესო ბერბატოვზე ყველაზე კარგად გემახსოვრებათ, როდესაც მოდიოდა მანჩესტერში ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ. სხვა შორის არა. მე მახსოვდა ბაიერში ლევერკუზენში კარგი იყო ძალიან და პრინციპში მიხაროდა კიდეც რომ მოდის, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ფეხბურთელი იყო ყოველთვის. სამწუხაროდ იმდენი ვერ მოიგო, თუმცა ბევრი მოიგო მაინც მანჩესტერში და აი დღეს სანატრელი ყავს. აი როგორც ამბობენ ეს ჩვენ უკვე YouTube-ზე გადავედით, აქ ბევრი ახალგაზრდა გამოწერდა. ესე იკონიკ თამაში რომელი იყო თქვენთვის? ნუ ლივერპულთან. ცალსახად კი. აი რა გახსოვთ თამაში? 5 გოლი აქვს კიდე გატანილი ბლეკბერთან, მე მგონი ბლეკბერთან. აი ეგ მე არ მახსოვს, მე მანჩესტერის ფანი არ ხარ. ხო, აი ეგ ისა. რავი, ანუ აი ზოგადად ის სიმარტივე რითაც აკეთებდა ძალიან ლამაზ რაღაცებს, ძალიან აი ესეთი ბლაკს და ესეთი ფეხბურთელი არის და ხალხი ამ ზარმაცი არ იყო ეკონომიური იყო, არ ხარჯავდა ბევრ ენერგიას და აღწევდა იმას, რაც საჭირო არის, რაც ალბათ ძალიან კარგი თვისებაა ზოგადად. უკვე ხალხი იწყებს შეგროვებას, მოდი ნელა ჩვენს გადავინახოთ. ჯობს რომ გავიყოთ და ცალ-ცალკე ვიმუშაოთ. რა სივრცეებს გვთავაზობ მე შიგნით. და მოდი შევთავაზოთ ორივე ჩვენი გადაღებული, ჩვენი ინტერვიუები. კარგი და შეაფასოს ჩვენმა მაყურებელმა. კაი, შეხვედრამდე. როგორც შევთანხმდით, მე და ერა დავიშალეთ ამჯერად და აი შემოხვდა გიორგი კალატოზი, რომელსაც ახლა რამოდენიმე კითხვას დავუსვამ. პირველ რიგში აი ბეტსონის აი ესეთი ღონისძიებები აი რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივრისთვის და მაყურებლისთვის და შენთვისაც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ საინტერესო ინსაიტს ვიგებ, რაც არ იყო იქამდე ცნობილი. დღეს ინფორმაცია ძალიან ბევრია და ბევრამ შეიძლება გაიგო, მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა, ამ პროექტმა მოახერხა ის, რომ რაღაც ისეთი გვითხრა, რაც იქამდე არ ვიცოდით. და როცა შეგიძლია, რომ შენ კუმირებს ისიც უყურებდი თელი ბავშვობა, მასზე გაიზარდე და მათგან მოისმინო რაღაც ასეთი ისტორიები და ცოცხლად ნახო და ესე კითხვა დაუსვა და ამ შემდეგ გონია, რომ
ძალიან კარგი შანსია ადამიანებისთვის. აი რაღაც საინტერესო მომენტები რომ გაიხსენო, თუ გახსენდება მათი კარიერიდან. Wonders არის ყველაზე მეტად მახსენდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოსკოვში და აი მე პირადად ვკითხავდი რომ ბოლო პენალტის დროს ანელკას მიანიშნა და ჩელსიმ ყველა პენალტი ერთ კუთხეში დაარტყა და Wonders არის ქონდა რაღაც mind games-ი ბოლოს ანელკასამ და მიანიშნებდა რომ იმ კუთხეში დაარტყამდა და შეცვალა და ავუღო და აი მაგ პენალტზე სხვადასხვა ძალიან მაინტერესებს დიდი სიამოვნებით ვკითხავდი რა. სანამ დავიწყებდით ლაპარაკს, აღმოვაჩინე რომ არ იცოდი რომ YouTube ჩანელი გავაკეთეთ და გადაცემა დავიწყეთ მე და ერა. გამოგვიწერე. ვადასტურებ ეს სინქრონის მიმდინარეობისას გამოგიწერო და ვერ დაიქათოს თუ არა, მჯერა რომ დასრულდება მე გამომიწერე. ერა, ბოდიში. მიღებულია. მოდი დავიწყოთ ბოდიშით, ერა. მოდი დავიწყოთ დღევანდელი ივენთით. ოკეი. საკმაოდ საინტერესო სპიკერები ეყოლებათ დღეს. ისევე როგორც შარშან. ვის გამოარჩევდი? ალბათ არ ვიქნები ორიგინალური თუ მთლიანად ფორუმის სპიკერებიდან ბერბატოვს და პირეს გამოვყოფდი მთლიანად ფორუმებს და არ დავყოფდი თქვა პირველი დღე მეორე დღე და მთლიანადაც მარტო ექსპერტებითაც რო არ შემოვიფარგლოთ მარკეტინგული ნაწილი იქნება ძალიან საინტერესო რო შოთი ყოველთვის საუცხოო მოსაუბრეა მაისურებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა მათ შორის სტუმრების გარდა ჰოსტებიც არიან და საუცხოო ჰოსტები არიან მათ შორის დაჩი იმედაძე რომელთანაც მე ყოველგვარ ნათესაურ კავშირს უარყოფ ჩემი ძმა ჩემს ძმას მინდა გამოვყო ჩემი ძმა მოკლედ ძალიან აქ სადღეგრძელოსავით გამოვიდა დაჩის გაუმარჯოს კაი ეს დაჩი ეს მხოლდიას ინიციატივა მე არ მაბრალებს ხუმრობა იქით იყოს და რაც უფრო უკეთესი ძალიან მაგარი რაღაცაა ძალიან იმიტომ რომ რეალურად ერთია სპორტულ ნაწილში იყოს ქვეყანა და ქალაქი რუკაზე და მეორე არის ფეხბურთი ხო მარტო მინდორზე არ არის მის მიღმაც ძალიან დიდი და უფრო მეტად კომერციული ნაწილიც უფრო დიდია ხო საფეხბურთო ინდუსტრია და ძალიან მაგარი საქმეს ემსახურებიან მათ შორის ჩემი მეგობრები რომლებიც აგერ უკვე ზედზედ მეორე წელია ამ ყველაფრის ორგანიზებას ახდენენ და არ ვიცი უბრალოდ ფუფუნებაა რა როგორ შეიძლება რომ არის სიამოვნო და არ დათქმე ამ ყველაფრით ევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე გზად შემოხვდა ნიკა ტაბატაძე სპორტის უბადლო მცოდნე არა მე მაინც ეგრე მე მაინც ჩემი გადაცემა და როგორც მინდა ისე ვიტყვი ნებაშენია მე მანდ ვერ შეგეწინააღმდეგები თუმცა ჩემი ვერსიას ვემხრობი რომ არა მე ჩემ აზრზე ვრჩები მოკლედ ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე ივენთზე შევხვდით დღეს ეხა ცოტა ხანში გამოვა ბერბატოვი რამე საინტერესო ფაქტი ხო არ გახსენდება ბერბატოვზე ბევრი რამდენიმე მახსენდება სტამბაში ვნახე ჭამაროაც არის და სელფი ისე გადავიღე მართლა იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და გაცილებით გამხდარია ვიდრე წარმომედგინე ფეხბურთელობისას უფრო მოსული ძმა იყო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კაცია გადაჭარბების გარეშე იმიტომ რომ ბერბატოვის სტილი ძალიან მიყვარს და ფაქტებზე ვერ ვილაპარაკებ შემიძლია სამი აი იკონური მომენტი გავიხსენო რაც ძალიან მიყვარს ბერბატოვის შესრულება გოლი რომას კარში ლევერკუზენის შემადგენლობაში საგოლე პასი ვესტჰემის შემადგენლობაში მე მგონი რონალდუს უკეთებს ხაზზე ატყუებს საოცრად მეტოქეს და გოლი მონაკოს შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და რბილი კაცია ვისაც ბურთთან კომუნიკაცია ქონია და მისტერ ფერსტ ტაჩი არის რა პირველი შეხება ბერბატოზე კარგი ცოტას ქონია ძალიან მიყვარს და ველოდები მაგრამ აი ეს არის ის დარბაზი, სადაც ბეტსონ ფორუმის ვარსკვლავთწვენა გაიმართება და სადაც ავლენ მართლაც ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები. სცენაზე საოცარი გარემოა, ვიღაცა შეიძლება ეგონოს რომელიმე საკლუბო შემსრულებელი, DJ, ალტერნატიული როკის შემსრულებელი გამოდიოდეს, მაგრამ დღეს ფეხბურთელებიც ისეთივე დაფასებულები არიან და ისევე ელოდება მათთან შეხვედრას უამრავი კომაგი რომ სულაც არ მიგვირს რომ აი ასეთი უზარმაზარი აუდიტორია მოეწყო ბეტსონ ფორუმისთვის მოკლედ ძალიან საინტერესო ორი დღე გველოდება და ძალიან საინტერესო სტუმრებით რომელსაც ნაწილობრივ ნელ-ნელა გაგაცნობთ
რამდენიმე წუთი რჩება და იწყება, სავარაუდოდ მალე ვიხილავთ ბერბატოვს. მანამდე კი ტატო ბაციკაძეს გავესაუბრები 1-2 სიტყვით. ტატო, დღეს ვიხილავთ ბერბატოვს. მეორე წელია ეს ბეცონის ივენთები იმართება, ასე ვთქვა და ძალიან რაღაც საინტერესო და საფეხბურთო განათლებას ვიღებთ ქართველი გულშემატკივრები და სპორტული ჟურნალისტები და აი რა სიტყვი შენ, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ესეთი ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ რომ პირველად იყო შარშან, ანუ აქამდე არ ყოფილა და ახალი მიმართულება დაანახა ძალიან ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში, რომელიც შეიძლება ვიღაცებმა არ იცოდნენ და ბევრმა არ იცოდა, იმიტომ რომ აქ არ იყო ფიზიკურად. მაგალითად თვითონ ის ფაქტი, რაზეც კეთდება ზოგადად ეს ფორუმი რაც არის, სპორტული ისტორიების შესახებ თხრობა. ანუ სპორტი მარტო შედეგი რო არაა და მარტო ის რო არაა, ვინ მოიგო და ვინ წააგო, ამაზეა ზუსტად ეს ფორუმები. რომ სპორტი მოიცავს უამრავ სხვადასხვა ასპექტს, რომლისგანაც შედგება ცხოვრებაც და სპორტის შესაბამისად და ამაზე თხრობა სხვადასხვა ადამიანებისგან, სხვადასხვა მიმართულების დანახვა სპორტისგან შედგება და ეს ყველაფერი ერთიანდება აი ამ ფორუმებში, მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანი სიამოვნებასაც იღებს და ცოდნასაც შესაბამისად. მოკლედ ამ სცენაზე ვიხილავთ ლეგენდებს და აი რო გავიხსენო რაღაცა საინტერესო მომენტები. ამ ფეხბურთელების მონაწილეობით? რავი, რა გავიხსენო? აი პირველი რაც გახსენდება. პირესის ისეთი რაღაც მახსენდება, კარგი არა ამთო, პენალტი რო გაათამაშეს, მაგან დაანერიმ და რო ვერ გაიტანეს, მაგრამ პირესის მახსენდება ის 2002-ში საოქროს ბურთის სეზონი ჰქონდა და ტრავმა რო არ მიიღო, მსოფლიო გამოტოვა მაგის გამო. ალბათ ოქროს ბურთსაც მოიგებდა, ისეთი მაგარი სეზონი ჰქონდა, მარტში ვარ დამტვრეული იყო. ბერბატოვი ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული საყვარელი ფეხბურთელი იყო, იმიტომ რომ ეგეთი ტექნიკა და ეგეთი აზროვნება ბევრს არ ჰქონდა. აი ბერგკამპის ტიპის ფეხბურთელი იყო და ცოტა არის ეგეთი მსოფლიოში და ცოტა იყო ზოგადად. და ნუ მანდერსაზე რა ვიცი რა უნდა გავიხსენო ისეთი ტიპი ამდენი წლის განმავლობაში სტაბილურად თამაშობდა და მანდერსაზე შემიძლია გავიხსენო რომ მანდერსარი არის მაგალითი ერთ-ერთი მაგალითი იმისი რომ არ უნდა დანებდე და არასდროს არის დასრულებული რაღაცა დასრულებული გგონია იმიტომ რომ ეგ რო ფულემში გადავიდა მე მეგონა რომ მორჩენილი იყო მანდერსარის კარიერა მაგრამ მერე დავინახეთ რომ დადეგრე არ იყო საქმე პირიქით მანჩესტერში იფრინა მერე ტიპმა წლების განმავლობაში Berbatov and Shotar Veladze on stage. Woo! მადლობა თბილი დახვედრისთვის, ამ წარდგენისთვის. ბევრი მოვისმინე განსხვავებულ მოთამაშეებთან დაკავშირებით. განსხვავებული იყო ვამბასტენი. დანარჩენი გემოვნების ამბავია. მე ძალიან დიდი გზა გავიარე, დიდი შრომა ჩავდე, ჩემს გვერდით იყო მთელი ოჯახი. განსაკუთრებით დიდი წვლილი აქვს დედას. ცხოვრება ორად გაიყო. ცხოვრება ფეხბურთამდე და ფეხბურთის შემდეგ. ჩემი გმირები მოედანზე იყვნენ მარკო ვამბასტენი და ალან შირერი. მინდოდა მათსავით მეთამაშა და ჩემი კვალი დამეტოვებინა. მე თქვა ალან, ნახე, მინდორზე მეც რაღაც შევქმენი. ყველა განსხვავებულია და ეს ძალიან კარგია. მეც განსხვავებული ვარ. ძალიან მიხარია რომ აქ შეკრებილი ხალხი ჩემთან შესახვედრად მოვიდა. ესე იგი მე რაღაც გამიკეთებია. ბევრს მეკითხებიან ტალანტი თუ შრომის მოყვარეობა. მე ასე ვიტყვი. ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია. ბევრი იშრომეთ, დავუთმეთ ყველაფერი ფეხბურთს და თქვენი თავდადებას დაბასდება. Talent is not enough, obviously. I'll get the microphone. Here's the microphone. Yeah, of course. Yes. No, like this. Jesus, this could be the nice one. Yes. Yes, great. Thank you.
მეორე დღეა და მე მგონი მოსალოდნელიც იყო რომ მეორე დღე უფრო საინტერესო იქნებოდა, თუმცა მე პირადად ბერბატოვისგანაც ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსები მოვისმინეთ და მოდი ნუ დაუკარგავთ ჩვენს ბურს გიორგი ცინცაძესაც საოცრება იყო, ისეთი ბევრი ისეთი რაღაც გაიხსენა, რაც ჩვენთვისაც კი უცნობი იყო და დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ ნუ აი ამ წუთას ლეგენდარული ვანდერსარი დგას კი ბატონო სცენაზე და დგას არა უკაცრავად ზის კი მაგრამ საოცარი ამბებს ყვება მისი საოცარი კარიერიდან გაიხსენა ჩემპიონთა ლიგაზე მისი გამოცდილება რამდენად განსხვავებული ტურნირია რამდენად სხვა სიტუაცია აი შენ რა დაგამახსოვრდა აი განსაკუთრებით ალბათ ქართულ სამზარეულოზე რო გადარეული მოყავე ხო ნუ აი ძალიან ბევრი საინტერესოა ნუ არც ვიცით რომელი გამოვარჩიოთ მაგრამ ჩემი და იას აზრითაც ყველაზე საინტერესო მომენტები ამოვკრიფეთ ვანდერსარის აი ამ მართლა ძალიან საინტერესო კი გამოსვლიდან და აუცილებლად ცალკე უნდა ვთქვა ამ სივრცეზე რომელიც საოცარია და რო შემოდიხარ მართლა ევროპაში ხარ და 2 წელი აქვს თავაზობენ ესეთი ფანტასტიკური სივრცე ცალკე უნდა ვთქვა დღევანდელ თანასპიკერზე შოთი არველაძეზე რომელიც არ ვიცი აი უმაღლესი დონეა უმაღლესი უბრალოდ და რა ვიცი ვინც ეხლა გესწრება დაგვეთანხმება რომ არის ფანტასტიკური გარემო ისმენთ ისეთ ისტორიულ და დეტალებს რომელიც აქამდე გესმით ხო აი ეს ემოციები ყველაფერზე მეტყველებს მოკლედ და მოდი ბევრი თავს აღარ შეგაწყდა მოდი მოვისმინოთ ვანდერსარი ყველაფერი კი ბატონო ეს ემოციები უნდა მოისმინოთ აუცილებლად კარიერაში განსხვავებული სიტუაცია მქონდა, როდესაც რამდენიმე შეთავაზება მივიღე. ამ პერიოდში ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ჰქონდა. მე დაველოდე იუვენტუსის პასუხს, მაგრამ დრო გაიწელა. წავედი შეხვედრაზე. ამბიცია, ფული, ყველაფერი იყო, რაც ვთქვი პრემიერ ლიგაში წასვლა რთული იყო მეკარისთვის, რადგან რთული ლიგაა სათამაშოდ. მეკარე რა თქმა უნდა, მეკარის ვარჯიშებს უნდა აკეთებდეს, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც გუნდთან ერთად ვაკეთებდი ვარჯიშებს. მე მეკარე ვარ, პრემიერ ლიგაში რთულია იყო და მით უმეტეს პატარა გუნდთან, ფულემთან ერთად. ეს არ იყო მანჩესტერ იუნაიტედი, სადაც მოგების შანსი უფრო მაღალი გაქვს. ჩვენ ისეთი გუნდი ვიყავით, რომელიც გუნდურ თამაშზე იყო კონცენტრირებული და არა მხოლოდ მოგებებზე. მთავარია დაეხმარო შენს გუნდელებს შექმნა მოგების ატმოსფერო. რა თქმა უნდა, ყველა ტურნირს აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა, როდესაც გადიხარ სტადიონზე, შენ ამბობ, რომ ბურთი რაც შეიძლება შორს იყოს შენი საჯარიმოდან. 35 წლის ასაკში ფიქრობ, რომ შენი კარიერა მთავრდება და დროა წახვიდეს სახლში, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ ალექს ფერგიუსონი იყო დაინტერესებული, მე დავფიქრდი და ვკითხე ჩემს თავს, სად არის თვითმფრინავის ბილეთები. ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავდა, მაგრამ გვჭირდებოდა უკანა ხაზში ძლიერი ადამიანი, რომელიც დაცვას დაალაგებდა და მიაქცევდა ყურადღებას. აქ მითხრებს, რომ ეს ყველაფერი მე შემეძლო. 35 წლის ასაკში 2 წლიანი კონტრაქტი დავდე. 35-37 წლის ასაკში ყველაფერი კარგად წავიდა, მოვიგეთ ტიტულები. მე ძალიან მომწონდა იქ თამაში, მოვიგე ინგლისის პრემიერ ლიგის 4 ტიტული და ჩემპიონთა ლიგა. რა თქმა უნდა, მიხაროდა პრემიერ ლიგის მოგება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სხვა დონეა, სულ სხვა ატმოსფერო იყო სტადიონზე ჩელსისთან. ჩელსის ძალიან კარგი გუნდი ყავდა. მათ სტრატეგია ჰქონდათ პენალტებზე, ლამპარდს ჰქონდა ყველაზე მეტი პენალტი დარტყმული და დროგბას. გამზადებული მქონდა ყველა ფეხბურთელის სავარაუდო დარტყმის კუთხე, რომელიც სასტუმროში ჩამოვწერე და შემდეგ კი ბოთლთან პირსახოდ შემოხვეული მედო. ყველა პენალტის დარტყმამდე შიგნით ვიყურებოდი, რომ გამეგოს საით დაარტყამდნენ. შემდეგ მარჯვნივ ხტები, ბურთიც ამ მიმართულებით მოფრინავს. გძნობ, რომ შენ სხელთათმანს ეხება ბურთი და შენ გმირი ხტები. შენი დამსახურებით იგებს გუნდი ევროპაში ყველაზე დიდ ტიტულს. მეკარეს არა აქვს ფუფუნება ბოლო წამზე აღნიშნოს მისი წარმატებული თამაში, თავდამსხმელისგან განსხვავებით, რომელსაც შეუძლია გადამწყვეტი გოლი გაიტანოს ბოლო წამზე. სასწაული შეგრძნება იყო, შემდგომ ბარსასთან ფინალი, იმ სასწაულ გუნდთან მესი, ინიესტა. ესეც ფინალი იყო. რა თქმა უნდა, ფინალის თამაში ძალიან კარგია, მაგრამ ბარსასთან განსაკუთრებით. ჩვენ წავაგეთ 2-0, თუმცა ესეც გამოცდილებაა. შენ როდესაც იგებ, შენს ჯიბეშია მოგება, მაგრამ წაგება ყველაზე ცუდი შეგრძნებაა, რადგან ყველაფრის ხალისი გეკარგება. და რთულდება ისეამუნო შემდგომი სასიამოვნო მომენტებით, როდესაც პირველი მეკარე ვიყავი და ახალგაზრდა მეკარეებს ვუყურებდი, რომლებსაც ჩემი ადგილის დაკავება უნდოდათ, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, ვცდილობდი მათთვის კარგი მაგალითი ვყოფილიყავი. იმედია, მათ რაიმე გადავეცი და ჩემი მაგალითებით ვასწავლე.
გამოდის ვანდერსარი ერაძე მომასწრომისვლა, თუმცა მე მგონი საინტერესო ინტერვიუს შემოგთავაზებს. Mr. Edwin, only one question, please. About Georgian keeper Georgi Mamardashvili. Yeah. You know, he play next year in Liverpool in Premier League. What do you think about future of this keeper? No, yeah, it's 23. ის ძალიან კარგი ბიჭია მის ასაკში. ძალიან კარგია რომ ამ ასაკში მას პრემიერ ლიგაში თამაში შეუძლია. წარმატებებს უსურვებ მას. ვფიქრობ რომ უდიდეს კონკურენციას გაუძლებს და ლივერპულის პირველი მეკარეც გახდება. ერა რაო მე მომასწარი ძალიან კარგად იცოდა გიორგის შესახებ და მის პერსპექტივებზე და ეჭვიც არ მეპარებოდა და ძალიან კარგად იცის რა კონკურენციაში შედის რა და მოკლედ დიდი წარმატებები იმიტომ ესეთი კაცი რო იტყვის რომ მას აქვს დიდი მომავალი ლივერპულში ძალიან ბევრს ნიშნავს არა მოკლედ ძალიან მაგარი მეორე რესპონდენტი დადგა უკვე უბრალოდ ისიც დაჯდა სცენაზე იას ვეულპოვო ეთქობა თავის საინტერესო ეთამაშება აქ სტუმრებს მოგეხსენებათ მართლაც ძალიან საინტერესო საზოგადოება შეიკრიბა ამ ღონისძიებაზე და პირესი საუბრობს მეცზე მარსელიდან PSG-ში გადასვლის შესაძლებლობაზე და რა თქმა უნდა არსენალზე თუმცა ძალიან საინტერესოა მისი საუბარი ტრამვებზე როგორ უნდა დაბრუნდეს ფეხბურთელი ტრამვის შემდგომ მოკლედ ძალიან საინტერესოა და პირესის საინტერესო ამუნარიდებსაც ახლა მოისმენთ მე მგონი ეს ყველაფერი უნდა დაიმახსოვროს მით უმეტეს დამწყებმა ფეხბურთელებმა ტრამვა რომლის გამოც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გამოვტოვე ყველაზე რთული მომენტია ჩემს კარიერაში ჩემთვის რთული იყო ამერჩია პორტუგალია ესპანეთი საფრანგეთიდან რომელიმე რადგან მამაჩემი პორტუგალიელია დედა კი ესპანელი თუმცა მე საფრანგეთში დავიბადე და გადავწყვიტე ამერჩია საფრანგეთი აქ ძალიან კარგი აკადემიებია ზუსტად აქ ვცხოვრობდი მეც ის აკადემიაში მიქაუტაძეს კარგად ვიცნობ ლიონის აკადემიის აღზრდილია შემდეგ შეუერთდა მეც ბურთის კონტროლი ძალიან კარგად გამოსდის კარგი შემტევია მას კარგად ვიცნობ შემდეგ ის აიაქსში გადავიდა სადაც კარგი პერიოდი არ ჰქონია რადგან ძალიან პატარა ასაკში შეუერთდა მათ შემდგომ ისევ საფრანგეთში დაბრუნდა და დღეს ლიგა 1-ის საუკეთესო შემტევია ჩემთვის დიდი ნაბიჯი იყო მეცის შემდეგ საფრანგეთში მეთამაშა არჩევანი მქონდა PSG-ზე მარსელსა და მონაკოს შორის ამ დროისათვის მარსელი დიდი გუნდი იყო მათ სტადიონზეც შესანიშნავი ატმოსფერო ჰქონდათ ამიტომაც გადავწყვიტე 2 სეზონი მეთამაშა მარსელში შემდგომ კაპიტანის გავხდი და ეს რთული იყო მაგრამ ჩემთვის არსენალში გადასვლამდე მარსელი მშვენიერი გამოცდილება იყო სანიოლის ძალიან კარგად ვიცნობ სულ გვაქვს კომუნიკაცია ბოლოს შარშან ლიგის ფინალზე შევხვდი ის კარგი ფეხბურთელი და მწვრთნელია მას ძალიან კარგად გამოსდის ეს ყველაფერი რადგან ის კარგად სწავლობდა საფრანგეთში შემდეგ კი გერმანიაში ის ახლა მენეჯერია ნახე თქვენი ბოლო გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე და ნამდვილად შთამბეჭდავი გამოსვლა იყო თქვენ ძალიან კარგი გუნდი და ტალანტები ყავთ წააგეთ გუნდთან რომელმაც მოიგო შემდგომ ტურნირი იმის მიუხედავად რომ გაგიჭირდათ და წააგეთ თამაში მაინც კარგი შედეგი აჩვენეთ და ძალიან კარგი პერსპექტიული ნაკრები ყავთ თქვენს ფეხბურთელებს შეუძლიათ ითამაშონ პრემიერ ლიგაში ლა ლიგაში და ლიგა 1-ში ისინი ნამდვილი ტალანტები არიან წარმატებებს უსურვებთ თქვენს ნაკრებს რომელიც ნამდვილად პერსპექტიულია დღე 2 მოგესალმებით ძალიან საინტერესო სტუმრებს თავაზობთ ქართულ გულშემატკივარს 2 წელია წელს გუშინ ვიხილეთ ბერბატოვი ვანდერსარს ვიხილავთ კი პირესაც აი როგორ გითხრათ თვითონ ამ ღონისძიების აი მთავარი მიზანი რა არის პირველ რიგში მე ვფიქრობ რომ ამდენი ხალხი ამ დღეებში აქ არა მარტო სპორტზე და არამედ სხვა საკითხებთან დაკავშირებით რომ დადის და აინტერესებს ამდენ ახალგაზრდას მე მგონი ეს უკვე ძალიან კარგია იმიტომ რომ ცოტა ყველაფრისგან გადაღლილები სამწუხაროდ ძალიან მიხარია რომ ესეთ ყურადღებას იჩენს ახალგაზრდა ჩვენი მოსახლეობა და მოდის და აინტერესებს სხვადასხვა ისტორიები. ნუ განსაკუთრებით ჩვენს მიმართულებით, რა თქმა უნდა, სპორტთან ასოცირებული, ფეხბურთთან ასოცირებული, ბევრი ჩვენი მეგობარი, რომელიც ჩამოდის ზოგი პირველად თბილისში ვაცნობთ აქაურობას, ესეც რა თქმა უნდა ერთი მხრივ ძალიან კაია და მეორე მხრივ ვიხსენებთ იმ წარსულს, სპორტთან მიმართებულ წარსულს რაც ქონდა ჩვენს პერიოდში, განსაკუთრებით შოთის, იმიტომ რომ შოთის უწევს მართან ეხა
ესეთი სახით ურთიერთობა, რასაც ინტერვიუ ქვია. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ფორუმია ყოველწლიურად და იმედი მაქვს, რომ ესე უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი გამოხმაურება აქვს, ძალიან ბევრი ხალხი დადის, ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, თბილისისთვის სამნიშნავია კიდევ ერთხელ კარგად გაიგონ ჩვენზე ბევრი საინტერესო ამბავი. რომელიმე ფეხბურთელზე საინტერესო ფაქტები რა გახსენდებათ? მაგალითად, აი ვანდერსარზე ან ეხა აი შეხედვართ სანამ დაიწყება ეს ინტერვიუ და სულ შემთხვევით აღმოჩნდა რომ უბრალოდ მე შოთი და ედვინი ვლაპარაკობდით და ალბათ შოთი ამასაც აღნიშნავს ინტერვიუში აღმოჩნდა რომ ჰოლანდიურ ჩემპიონატში როდესაც აიაქსიდან გადავიდა ედვინი ბოლო თამაში ითამაშა ჩვენს წინააღმდეგ ანუ ბრედის წინააღმდეგ სადაც მე ვთამაშობდი და ბოლო ბურთი ანუ 2-2 მორჩა ეს თამაში შეუგდე მე თავით რა და აღმოჩნდა რომ ეს იყო ნუ რა თქმა უნდა ჩემთვის ამიშოვანი იმიტომ რომ ედვინ ვანდერს არ შეუგდე და აიაკს შეუგდე მისთვის ბოლო ბურთი გაშვებული ჰოლანდიურ ჩემპიონატში და ეს რაღაცა პატარა ფაქტი აი შემთხვევით ესე აღმოჩნდა და ოთხარი აღნიშნეთ ეს ერთმანეთთან ლაპარაკის დროს თვითონ გულდაწყვეტით გაიხსენა? არა მგონია ეხლა მაინც გულო იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჩემი აზრით სოფლიო ისტორიაში და პრინციპში შეიძლება ითქვას რომ მან შეცვალა გემოვნება მეკარეების იმიტომ რომ ძალიან კარგად თამაშობდა ფეხით არ ვიცი ხა შენ რამდენად გესმის ახლა მე პატარა ვიყავი მაგ დროს არა რამდენად გესმის რას ნიშნავს რომ მეკარემაც უნდა ითამაშოს კარგად ფეხით რომ მეკარეც ფეხბურთელია იყო პერიოდი როცა მხოლოდ მარტო ხელით თამაშობდნენ აი ედვინს შეუძლია თქვას რომ ერთ-ერთი ისეთი მეკარე იყო ვინაც შეცვალა მეკარების გემოვნება რომ მეკარემაც აუცილებლად და გახადა ის მნიშვნელოვანი რომ მეკარემაც ითამაშონ ფეხით და მე რა თქმა უნდა ამას დაემატა ის წესი რომ მათ აღარ შეუძლიათ ხელში აიღონ დამცველისგან მიღებული ბურთი და ხშირად თამაშობენ ფეხით და დღესაც ყველაზე მეტად ფასობს ის მეკარეები და ყველაზე ითვლებიან ყველაზე მაღალ და კაი დონის მეკარებად, ვინც ხელითაც და ფეხითაც კარგად თამაშობს. ია მე მგონი უდიდესი სიამოვნება მივიღეთ და მოდი პირდაპირ ჩვენი თქვით კიდევაც რომ ამ ადამიანის ძალიან დიდი დამსახურებაა შოთი აი ძალიან მაგარი ფორვარდი ხარ, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, მაგრამ მაგარი სპიკერიც ყოფილ ხარ თურმე და ძალიან საინტერესო და უდიდესი კონკურენტი ხარ მე მგონი ყველა ჟურნალისტისთვის. ისეთი კითხვებიც ეს აი რო გითხრა რამდენად რთულია. მე გეტყვი უბრალოდ მარტივ ამოცანას ალბათ. მარტივ ახსნა თუ როგორ არის აი ამოცანის ახსნას. ალბათ რაღაცნაირი თავისუფლება ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ახლა როცა ადამიანებს იცნობ და რაღაც წარსული გაკავშირებს, მე სპორტი გაკავშირებს, მე თემა გაკავშირებს ბევრად უფრო გიადვილდება და ჩემის აზრით რაც კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ამ იმაში, აი ადამიანების დამოკიდებულება თვითონ შარშან, წელს, ვინ როგორ ემზადება, ვინ როგორ გელოდება, ვინ როგორ ფიქრობს, რომ შენი როლი აი ამ დაუშვათ ამ ფესტივალში არის რაღაცნაირად განსაკუთრებული. აი ძალიან დიდ ენერგიას გაძლევს და ძალიან ტვინს გიხსნის ჩემის აზრით, რა, იმიტომ რომ მოგატყუებ, რომ აი რაღაცა ვიჯექი და რაღაცებზე ძალიან აუ ეხა ეს როგორ და ის როგორ. იმდენად თავისუფალი გარემო. ექსპრომტი ბევრი იყო. ხო, აი იმდენად თავისუფალი გარემო კი რაღაც ეხა ტოპიკები გააქვს ჩამოგდებული და ხო რას როგორ მოყვება და რა როგორ შერ, მაგრამ არიცი პასუხი იდეაში ხო შეიძლება სხვა რაღაცნაირად იმას ქნა ინგლისურად მიდის რაც ეხა როგორც არ უნდა თქვა რომ არ ვარ ცუდად მოსაუბრე, მაგრამ ეს ხო არ არის რაღაცა სამზარეულოში რაღაცა ავას და ჩაისვავ და იქ რაღაცა კითხო ან არ კითხო ამდენი ხალხი უყურებს მე იწერს მე სადღაც მაგრამ აი თვითონ ეს ყველაფერი ატმოსფერო თუნდაც აი თეატრი რომელიც ალბათ არ ვიცი საოცარი ხო და თვითონ ადგილიც ხალხიც დამოკიდებულებაც სტუმრებიც რაც ყოველ შემთხვევაში ძალიან ისე ირჩევა და ვარ ხოლმე ხანდახან ამ იმაში ჩართული აი ამ ორჩევაში ხო აი ვინ როგორია ვის რა წარსულია იცი ამაინტერესებს რთულია მათი გახსნა თუ აი შენი ფაქტორის მოქმედებს აი ხა რომ ისეთ რაღაცებს მეკითხები რომ აი ხო ხტები აი რამდენი რესპონდენტი გაგიხსნა არაფერი ჩვეულებრივად აი ხო გეუნები შეხედვარ და რომ მგონია რომ რაღაცა არ ვიცი რაღაცა ან განსაკუთრებული რა კითხვა დავსვი ან რაღაცა იქვე რაღაცები მომდის აზრად რა ეს ეთქობა რა ვიცი მაინც
სწრაფად მე თვითონ ვანდერს არის ძალიან თავისუფალი იყო არა საჭიროსაც ხო აი და ხო არ იყო უკვე ეს შებოჭილობა. არა საერთოდ არისო ნუ ეს რა თქმა უნდა მაქვს ეს ლუქსი რომ მასთან რა ქვია წარსული მაკავშირებს და დილას პადელი ვითამაშეთ იქ რაღაცაზე ვიცინეთ გუშინ ამაზი ჩვენ სამ კერძებზე იძახდა 1 2 3 ისე გაგიჟებული 4 5 ხო მეუთხარი ჯერ სადახარი 11 ჩავუნეთ მაგი და ფეხბურთელივით არის ხო რაღაც ართულები და ასე შემდეგ მეთქი და ნუ იქ რაღაცა ხო ის იხსენებს და ესე ჩემი საზრით ძალიან იმიტომ გამოდის კარგი რა არ არის ჩემი დამსახურება ამას არ ვამბობ რომ დაუშვათ რაღაცა თუ იქნებოდა აუცილებლად ვიტყოდი ვიცი რა მართლა ძალიან მაგარი ვარ და ამას იმიტომ არა აი მართლა ყველა ისე ემზადება და ყველა ისე აკეთებს და დამოკიდებულებაც ამ ფესტივალთან და საერთოდ ხალხი ვინც ამ ყველაფერს თავს აბავს არის ესეთი თუნდაც აი წერილი რომელიც დღეს მივიღე თბილისის დინამოდან ხო აი არ ვიცი ვინ შეიძლება დაეწერა და იმ ხელა მადლობა შემიძლია უთხრა ცოტა ის არის რა ეს ერთი მადლობა და ორი მადლობა არ არის ეს კლუბი არ არის ის კლუბი სადაც ვიღაცა შეიძლება მოვიდეს ითამაშოს ერთი წელი წავიდეს მე სულ 2 წელი მაქვს თბილისის დინამოში გათამაშები მეტი არ მაქვს. აი აუცილებლად უნდა გითხრათ. ხო და ამიტომ ეს წერილიც აი არ ვიცი მოისმინეთ მე წავიკითხე. არ ვიცოდი არასოდეს არ მქონა წაკითხული დედა მომიკვდეს თუ მithუებოდი. ხო არა ხო არის რაღაცა არა კი ხო და აი ამ შუა იმაში ვიყავი და ძალიან დამდიოდა ეს. აი ზუსტად ეგ განცდა მქონდა მე როდესაც თბილისის დინამოს მაისურზე მქონდა შენ საოცარი ემოცია აი ეს. იმიტომ რომ ესეთია ეს მე ამ ქვეყნის ისეთივე როგორ გითხრა შემატკივარი ხო რა აი თბილისის დინამო რაღაცა ნუ თბილისის დინამო რუსთაველის თეატრი არ ვიცი მარჯანიშვილი სოფიკო ჭიაურელი ილიკო სოხიშვილი დათო ყიფიანი არ ვიცი გალაქტიონ ტაბიძე გენიალურები და გენიგელი ნუ ხო აი ვიცი ჯარისკაცები რომლებიც ნუ წარმოუდგენელ ხებზე მიდიან და მე რომელიც დაუშვათ მაგ ამხელა არ ვიცი როგორ თქვა ისე რაღაცა ჯილდოს ვიღებ 100 წლიანი თბილისის დინამოდან რომელსაც თაობები ყავს გაზრდილი მის ირგვლივ ამდენი ალბათ სიხარული ძალიან ცოტა რამეს მოუტანია ჩვენი ერისთვის ხო და არ მოუტანია ბევრი ხო და ჩვენ ამას ვესწრებით ხო ეს წერილი ჩემთვის იყო წარმოუდგენელი და ეს ამიტომ ამბობ რომ როცა ესეთი დამოკიდებულება ამისთვის მომზადება არაფერში არ გჭირდება მოხვალ ჩაულებრივად კი რაღაცას შეხედავ რა როგორ იქნება და მე იგივე ვცდილობ რომ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღოს ირგვლივ შენი მონაწილეობით სხვა აუცილებლად უნდა კითხვა აი ჩვენი სპორტული ჟურნალისტებისთვისაც იმდენად საინტერესო იყო ბევრი რაღაც ექსკლუზივი თქვა დღეს ვანდერს იძახის აი მამარდაშვილზე უნდა კითხოს ყველა ამბობს გახსოვთ ერთი კითხე რომ აი ყველა ამბობს ამ რომ მეკარები არიან ცოტა გიჟები რაღაცნაირად ხო მაგრამ მართლა ესე ოღონდ არ არსებობს თუ ვინმე ამასთან ურთიერთობა ქონი იძახის აი იცი რა ისე ვანდერს არის გარდა და აი ნახე რა როგორი რაღაცა მე რომელიც დაუშვათ თამაშობდი აიაქსი რა არის ეს დღეს წამო გამოვიღებ ამ აიაქსის ფორმას. ითელი ის თეთრით რაც ყველასაც ამას არაცვია ის. ანუ აიაქსში ყველაფერი აქვს, მაგრამ ამასაც მწვანე აიაქსის მაისური. მე მიდის იუვენტუსში და თუ რამე წარმოგიდგენია იუვენტუსის არის ეს ზოლებიანი მაისური. მიდის იუვენტუსში ის არის ანჩელოტი, ზიდანი, რა ვიცი ვინ არა და წარსულში კიდე მუზეუმში შეყავდა პლატინი რაღაცებს აჩვენებენ და ამ დროს ის არაცვია ისე რაღაცა იდიოტური ფერი, ჭყეტელა ფერი, რომ ურთი იმისკენ გაიხედა, რომ მოხვდეს შენ რა, რატო აქ ეჭყეტელა, რომ იქით დაარტყა და ამას მოხვდეს. მე იქიდან მიდის მანჩესტერ იუნაიტედში და ყველას ეს ნამდვილი როგორც ასოცირდება, რომ შენ გენაცვალე ფერი, უცებ რაღაცა ისე ბოდიში და რაღაცა ნაცრისფერია. ეგ ნაცრისფერი ბოდიში არ ვიტყოდი, მაგრამ საზისხარი გასაგებია. საზისხარი ფერი აცვია და მეო რომელიც ფაქტურად აი ეს მინდაო რაღაცა ხოხტები ობოლი ბავშვით აკეთ გეორ მე პენლებზე და გამარჯვებებზე როგორ თქვა შენ გოლი გაიტანე ყველა შენკენ მორბის გეხვევა მე მდგევარ ესე ხელებს ვიქნევ აქედან არა გავიხედავ არც ერთი თქვენაერიც არ მაცვიაო რა ანუ
ფეხბურთში ხო შეიძლება უთხრა რომ რა მოგივიდა ბიჭო არ შეიძლება შენ ფერს მიეცი რა პასი ეს სხვა ფერს აძლევს მას რა და არავისგან არ ისე არასოდეს არ დაუკვირვებია რა მაგარია ახლა ასაკში რა მიმუშავია მითამაშია მეკარეები მყოლია ნაკრების მეკარეები მყოლია გუნჩიც იმაშიც საოცარ მეკარეებთან მაგ ნამუშევარი მსვლელი მყოლია მეკარე არც ერთისგან ესეთი რამე არ მომისმენია რაც ამ კაცმა დღეს ესე ახსენა ამიტომ აი ხო ხვდები ეს სტუმარიც მასპინძელიც ძალიან მნიშვნელოვანია და უცებად აი მამარდაზე ბარემ მეკარეებზე ახლა ვლაპარაკოთ აი ფაქტობრივად ექსკლუზივით გაგვანდო დღეს რომ თქვა რომ ის აკვირდებოდა შეცდომა იყო რომ თავის დროზე ადრეულ ასაკში არის იყო ცვლელი აი აჩის გუნდელია შროიდერი ალბათ შროიდერი მან დამირეკა მე მამარდაზე მე გადავეცი ყველაფერი ესია მაშინ სადღაც თუ არ ვცდები ლაპარაკი იყო 12-დან 13 მილიონამდე და აი დაადასტურა ამანაც რომ აი ფიქრობდით აქეთ-იქით ხო რაღაცა გამოცდილება აშენდება მაგრამ ხო ხედავ ნუ რა მნიშვნელობა აქვს ის არ იკარგება რაც არ უნდა დაიკარგოს რა ხო ხვდები შესაბამისად იმაზე ბევრად მალე მოხდა ის რაც მოხდა და დღეს მოვარდა არის კოსმოსში წეღანაჩის ვესაუბრე და გაიხსენა ძალიან საინტერესო ფაქტი თავით გაუტანია ბურთი ეს არის კი და ეს არის ბოლო თამაში ჰოლანდიაში ის მე აღარ ვთამაში დაამწარა ესე იგი აჩვენა აჩვენა შეუძლო წავიდა დაანება თავი ჰოლანდიაში თამაშს თქვენ რამე საინტერესოს გაიხსენებდით სარზე აი მაგა ბერბატოვზეჩი ანუ რომელიმეზე ძალიან საინტერესოა რა გახსენდება გახსენდება რომ არა ნუ ახლა სართან ერთად გასახდელში მილიონჯერ რაღაცა სისულელეებიც ესენიც ისინიც რაღაც აქეთ-იქით და სხვა შორის ბერბატოვიზე მახსენდება ის რომ აი ძალიან როგორ გითხრა გამორჩეულად 9 ნომერი თავდასხმელები იშვიათია ხოლმე რა Mr. One Touch ხო აი ხო და აი number 9 რო ეძახიან რა მართლა აი 9 ნომერი ეს არის თავდასხმელის ისა ვიხოთ იმაზე ჩემზე დიდია ჩემზე მაღალი აი რაღაც მსგავსებები მქონდა აი ამ პირველ შეხებასთან ბურთის სწორი, იმიტომ რომ ფაქტიურად იმ ისეთი ძლიერი ფიზიკურად არც ერთი ისეთი ძლიერები არ ვიყავით. ეს მამ მქონდა და ძალიან მოგაგიშთა თქვა ძალიან მადლიერი ვიყავი მის გამოსათხო არ თამაშის ხარჯოს ედვინიც იყო Manchester United-თან გააკეთა და სოფიაში ვიყავი დაბატებული ვითამაშის ხარჯოს და გიორგუნა ვიყავი და ძალიან კარგი დრო გავატარე რა და დღესაც ჩამოვიდა აქ და გაიხსენა თვითონაც რომ ახსოვს რომ ვიყავი მადლობა აქეთ. ველოდები რომ მომავალ წელს კიდევ ესეთ როგორც ყოველთვის სპიკერობას გაუწევთ გავს მირეკავს აჩიკო კი გიშვებთ მაშინ უღრმესი მადლობა შოთი უღრმესი მადლობა აი ნუ სხვას არც ველოდით მე მგონი შოთისგან საოცარი ის მეკარის ამბავი იყო ძალიან მაგარი აი ახლა დაუკვირდი ნამდვილად რა კი რა მაგარი რამე თქვა და რა თქმა უნდა მამარდაზე ძალიან საინტერესო იყო იქ თავის ვანდერს არის ფიქრებიც მამარდაზე მოკლედ ძალიან საინტერესო იყო კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვეთქვი ყველას ორგანიზატორებს და მე მგონი აი ეს უდიდესი წვალება ეს უდიდესი შრომა რომელიც ჩადებულია ამ პროექტში მართლაც ამართლებს და ბეტსონს კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას გადავუხდი ამ ფორუმისთვის რომ გაგრძელდება და ძალიან საინტერესო და კარგ გამოცდილებას მივიღებთ მომავალ წელს. მე ყოველ შემთხვევაში ჩვენი აი ამ ორი დღით ძალიან ასიამოვნები ვარ და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მაყურებელი ასევე დიდ სიამოვნებას მიიღებს. იმით ყველაფრის ძალიან საინტერესო იყო ია და მოკლედ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და აუცილებლად უნდა ვთქვა. მაისურს გავათამაშებთ, ვანდერს არის. ხელმოწერით, პირესის და ვანდერს არის. კი ბატონო. ჩვენს 1000-ზე subscribers გამომწერს, მოდი რომ ხოქონები არ დაგვაყარონ კიდევაც, მაგრამ YouTube-ზე აუცილებლად გადავცემთ ამ მაისურს და ამიტომ გელოდებით გამოგვიწერეთ და 1000-ზე ჩვენი გამომწერი მიიღებს აუცილებლად ამ მაისურს. შეხვედრამდე. დროებით.